ჟურნალისტი გიორგი ფარესიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილისთვის გელა ხვედელიძისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ერთწლიანი პირობითი სასჯელის შესახებ პროკურატურასა და თავად ბრალდებულ ხვედელიძეს შორის გარიგებას უკავშირებს. დაზარალებული ჟურნალისტის თქმით, მან პროკურატურას მიაწოდა უტყუარი მასალები, სადაც სხვა პირები, მათ შორის ნუგზარ ფოფხაძე იყო ნახსენები. ფარესიშვილის განცხადებით ხელისუფლებას ხელს არ აძლევდა ამ პირების გამომჟღავნება და სწორედ ამიტომ შედგა გარიგება და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს ერთწლიანი პირობითი სასჯელი მიესაჯა. ფარესიშვილი პროკურატურის მიერ დაგეგმილ განაჩენის გასაჩივრებას აბსურდის თეატრს უწოდებს. გელა ხვედელიძე შეეძლო დაესახელებინა სხვა პიროვნებები, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ, ამ თქვათ, მასთან ერთად ჩაიდინეს ეს დანაშაული. ეს პიროვნებები არიან, შემიძლია ვთქვა, ორი დავასახელო, ლაშა ნაცვლიშვილი და ნუგზარ ფოფხაძე. ხვედელიძეზე და ნუგზარ ფოფხაძეზე მე კონკრეტული ფაქტები პროკურატურას გადავეცი, თუმცა ნუგზარ ფოფხაძე ხვედელიძიდან განსხვავებით არც კი დაკითხულა. ხელისუფლებას არ აწყობდა იგივე ლაშა ნაცვლიშვილის, იგივე ნუგზარ ფოფხაძის, ასე ვთქვათ, გამომჟღავნება. მე შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ეს დამთავრდა გარიგებით. სააპელაციო ხშირ შემთხვევაში აკმაყოფილებს სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამიტომ ეს აბსურდის თეატრად მიმაჩნია. პროკურატურა ჟურნალისტ ფარესიშვილის განცხადებას არ ეთანხმება. უწყების პრესსამსახურის უფროსის თეიმურაზ დოლიძის განცხადებით, თუ პროკურატურასთან გარიგება იყო, მაშინ ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებდა. ჩატარდა გამოძიება, რაც ფაქტები და მასალები წარმოდგენილი იქნა სასამართლოზე. ეს იყო აბსოლუტურად საკეთე და მაქსიმალური, რაც შეიძლება გაგაცნობილი. გარიგება რო ყოფილიყო, მაგ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ პროკურატურა აღარ გაასაჩივრებდა და დაეთანხმებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში მოხდა საპირისპირო, პროკურატურა არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში. საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ გელა ხვედელიძისთვის მხოლოდ პირობითი მსჯავრის დაკისრებაზე პასუხისგებელი პირადად პრემიერია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია კი თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არსებული რეალობა უნდა მივიღოთ. სასამართლო მასზე გადაწყვიტა, სასამართლოს ჩვენ არ ვერევით. ამდენად, როგორც გადაწყვიტა სასამართლომ, ის უნდა მივიღოთ არსებული რეალობა. ეს ფაქტიც, რომ პირობითად ერთ წელი მიესაჯა და საერთოდ ასე ვთქვათ, საერთოდ ხელი აქვს დაფარებული ამ ადამიანს და ის არ დაიჭსაჯა, ადასტურებს იმას, რომ ამ მოვლენებზე პასუხისგებელი არის პირადად პრემიერი, რომელიც მაშინ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ყველა ფაქტს მიუღებად პრემიერ-მინისტრმა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთწლიანი პირობითი მსჯავრის შესახებ არაადეკვატურად მიიჩნევს. ფიქრობ იმის გათვალისწინებით, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და ეს თემა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა და ძალიან მნიშვნელოვანია პრევენცია მოხდეს იმისთვის, რომ მომავალში სხვა არ ჩაიდინოს დანაშაული, აი ამ პრევენციის მიზნებისთვის მე ვფიქრობ არ არის ადეკვატური სასჯელი, იმიტომ რომ პირობითი ერთი წელი შეიძლება არ აღმოჩნდეს შემაკავებელი სასჯელი იმისთვის, ვისაც დღესაც აქვს სურვილი, რომ ჩაიდინოს ასეთი დანაშაული. გელა ხვედელიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილის პირველ მოადგილედ მუშაობდა. სამართალდამცველებმა ის 2013 წლის 12 მაისს ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერის გასაჯაროების გამო დააპატიმრეს. თუმცა სასამართლომ ის 15 მაისს 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოგვიანებით პროკურატურამ გელა ხვედელიძეს ქვეყნის დროებითი დატოვების უფლებაც მისცა. ბრალდებული ხვედელიძე წარდგენილ ბრალდებას თავდაპირველად ეთანხმებოდა, შემდეგ კი პოზიცია შეცვალა. საქალაქო სასამართლოში ხვედელიძის პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. საბოლოოდ სასამართლომ გუშინ მას ერთწლიანი პირობითი მსჯავრი გამოუტანა. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილისთვის წარდგენილი ბრალი სამსახურებრივი მოვალეობის გამოყენებით პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან 3 წლამდე თავისუფლების აკვეთით. დანაშაული ასევე ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით ცვლილებების განხილვა დაასრულა. დეპუტატებმა ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. განხილვის მთავარი თემა იყო ის, თუ ვინ განახორციელებს მოსმენებს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ მობილური ოპერატორი. საპარლამენტო უმცირესობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ფარული მიყურადების უფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უნდა ჰქონდეს. ჩვენი ინიციატივა იყო და ამ ინიციატივას ხარს უჭერდა უმრავლესობის რამდენიმე წევრი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ ქონოდა მოსმენების განხორციელებაზე მთავარი გასაღები და ეს მოსმენები განხორციელებული იყო კანონმდებლობის შესაბამისად მობილური ოპერატორების მეშვეობით. სამწუხაროდ კომიტეტმა არჩია არსებული წესის დატოვება, ანუ აგრძელებს იმ პრაქტიკას, რომელიც წარსულშიც ხორციელდებოდა და ეხლაც სამწუხაროდ ხორციელდება და ბუნებრივია ის პაკეტი, რომელიც უნდა განიხილოს პარლამენტმა, ამ მხრივ არ იქნება სრულყოფილი. პირდაპირ უცნობა უნდა ქონდეთ თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით სამწუხაროდ კომიტეტმა მიიღო განსხვავებული ვერსია, ვიდრე ბოლო მომენტამდე არსებობდა ეს კანონპროექტი, ანუ ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლავ დარჩება შინაგან აი ამ ინფორმაციაზე პირდაპირ უცნობა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ეს სადაო საკითხი ღიად დარჩება. სპეციალური კომისია შეიქმნება და 6 თვის განმავლობაში მას სპეციალისტებთან ერთად განიხილავენ. რა შემთხვევაში შეიძლება განახორციელოს ვთქვათ ოპერატიული ღონისძიებები. ეს არის საჯარო ინტერესი, სახელმწიფოს ვალდებულება აიცილოს დანაშაული თავიდან და ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ ხორციელდებოდეს ასეთი კონტროლის განხორციელება. ეს იყოს უკიდურესი გამონაკლისი, პროპორციული ზომა და შესაბამისი საჯარო ინტერესით დაბალანსებული. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ფუნქციებზეც გაამახვილეს ყურადღება, რომლის უფლება მოსილებაც გაიზრდება და მას პრემიერ-მინისტრის ნაცვლად პარლამენტი დანიშნავს. დეპუტატები ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭს ხვალ უყრიან. სამართლიანმა არჩევნებმა წინა საარჩევნო პერიოდის მეორე შუალედური კვლევა გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, დარღვევების ძირითადი შემთხვევები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას და ამომრჩევლის მოსყიდვას უკავშირდება. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ხელფასების გადრდის დაპირებასა და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზე გააკეთა აქცენტი. ნინო ლომჯარიამ აჭარის მთავრობის მიერ ერთ-ერთი ბანკის მომხმარებლის კრედიტის დასაფარად გამოყოფილ 6 მილიონ ლარზეც ისაუბრა. სამართლიანი არჩევნები მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს არ მოხდეს წინა საარჩევნო პერიოდში ისეთი პროექტების ინიცირება, რომლებიც შეიძლება საბიუჯეტო რესურსების გამოყენებად იქნას აღქმული. ჩვენ დავაფიქსირეთ ავტომანქანების, ანუ სახელმწიფოს კუთვნილი ავტომანქანების წინა საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის გამოყენების შემთხვევა, ასევე არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინა საარჩევნო კამპანიაში, როდესაც ხელმოწერებს აგროვებდნენ საჯარო მოხელეები ერთ-ერთი კანდიდატის სასარგებლოდ, აჭარის მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ ბანკის წინაშე კრედიტორებს დაუფარავს საკმაოდ მნიშვნელოვან პროცენტს რამოდენიმე წლის განმავლობაში და ეს ხდება სწორედ წინა საარჩევნო პერიოდში, ასევე იზრდება ბათუმის ბიუჯეტი სწორედ არჩევნების დანიშვნის დღეს. ამასთანავე მთავრობას ჰქონდა რამოდენიმე ინიციატივა, მათ შორის პრემიერმა გააჟღერა, რომ უახლოეს პერიოდში გაიზრდება ექიმების ხელფასები. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა განათლების საერთაშორისო ცენტრი. წინა საარჩევნო პერიოდში დარღვევებზე საუბრობს მედიის განვითარების ფონდიც. ორგანიზაციის აზრით ვიდეო რგოლი, რომელიც რუსთავი 2-ზე გავიდა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაგეგმილ პროექტებს შეეხება, პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავს. თამარ კინწურაშვილის განცხადებით, ფონდმა დარღვევასთან დაკავშირებით უკვე მიმართა უწყებათა შორის კომისიას. ეს რეკლამა შეიცავს პოლიტიკურ ნიშნებს, ვინაიდან მიზნად ისახავს არა მხოლოდ კონკრეტული ღონისძიების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, არამედ პოპულარიზაციას კონკრეტული აქტივობის, რომელიც სხვა შორის ახალი არ არის, ის ადრე ხან პრეზიდენტის ინიციატივით ხორციელდებოდა, შემდეგ განათლების სამინისტროში გადავიდა. სასურველია, რომ კომისიამ დაიცვას ის სტანდარტი, რომელიც ადრე არსებობდა და არ მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის მმართველი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ გამოყენება, რაც ყველა არჩევნებისთვის დამახასიათებელი პრობლემაა.
საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით წინასაარჩევნო პერიოდი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს, რასაც სამართლიანი არჩევნების ანგარიშიც ადასტურებს. უმცირესობა კი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პირველ კვლევას იხსენებს, რომელშიც კამპანიისთვის ხელის შეშლის და პოლიტიკურად აქტიური პირების დაკავებებიც მოხდა. ის რომ წინასაარჩევნო გარემო მიმდინარეობს თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში დასტურდება იმ საინფორმაციო ველით, რა საინფორმაციო ველით დღეს შექმნილია საქართველოში, ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ვინმე სატელევიზიო რეკლამას, რადიოს რეკლამის ან საგაესტო რეკლამისთვის ხელი შეეშალა. ჩვენ მივიხედავთ დიდი ცდუნებისა, მივიხედავთ იმ შეურაცხყოფისა, მივიხედავთ იმ აგრესიული რიტორიკისა, რომელიც მოდის როგორც ოპოზიციიდან, ასევე ზოგიერთი ტელევიზიის პროკურორი დირექტორისაგან, ჩვენ მაინც ვალდებული ვართ თმენით მოვექცეთ ამ პოზიციას და კანონის მოთხოვნების დაცვით ვიმოქმედოთ. სამართლიანო არჩევნება უკვე გააკეთეს პირველი შუალედუარი ესე ვთქვათ ანგარიში, სადაც იყო მოცემული თითქმის ყველა დარღვევა, მათ შორის პოლიტიკური დევნის ფაქტები, დაპატიმრების ფაქტები, არასამთავრობო ორგანიზაციამ დაამატა კიდე რა დარღვევები არის, თორე დარღვევებში მხოლოდ ეს არ ფიგურირებს, მათვე ანგარიში არის პირველ ანგარიში, როდესაც არის ძალიან ბევრი სხვა დარღვევა, მათ შორის რეპრესიული ფონი, რომელიც არის შექმნილი საქართველოში. სამართლიანი არჩევნების კვლევა 20 აპრილიდან 11 მაისამდე პერიოდში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა. კვლევის პირველ შუალედურ ანგარიში მეორისგან განსხვავებით უფრო სერიოზული დარღვევები შევიდა. ორგანიზაციის მონაცემებით 20 აპრილამდე წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 4, პოლიტიკურად აქტიურ პირებზე ზეწოლის 1, ხოლო დაკითხვა დაპატიმრების 6 ფაქტი დაფიქსირდა. კოალიცია ქართული ოცნების თბილისის საკრებულოს დეპუტატების კანდიდატების პროპორციული სია უკვე ცნობილია. სიის პირველი ნომერი ირაკლი ფავლენიშვილია. ხუთეულში მოხვდნენ ნინო გოგუაძე, გიორგი ალიბეგაშვილი, გიორგი ტყემალაძე და ნუგზარ მაღურაძე. ათეულში არიან საკრებულოს მოქმედი წევრები გულიკო ზუმბაძე და გიორგი მუსხელიშვილი. როგორც ცნობილი იყო, სიაში ვერ მოხვდნენ საკრებულოს ის წევრები, რომლებმაც ნაციონალური მოძრაობა და სხვა პარტიები ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვეს და კოალიციას უერთდნენ. ყველა წარმოდგენილი პიროვნება არის ღირსეული, პატიოსანი, თავიანთ საქმეში წარმატებული ადამიანებები და მე მინდა მათ წარმატება უსურვო მომავალ საკრებულოში, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები იქნება გასაკეთებელი ჩვენი დედაქალაქისთვის და მე დარწმუნებული ვარ, ქალაქის მომავალ მერთან, ბატონ დავით ნარმანიასთან ერთად ისინი ღირსეულად ემსახურებიან ჩვენ დედაქალაქს. ადამიანების შერჩევის ძირითადი პრინციპი ეს არის მათი პროფესიონალიზმი, მათ მიერ გაწეული საქმიანობა, ძალიან ბევრი იბრძოლეს 2011 წელსაც, 2012 წელსაც, 2013 წლის განმავლობაშიც. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შემადგენლობა, ის შემადგენლობა, რომელიც კიდევ უფრო მეტად გვაძლიერებს და ჩვენთან ერთად შეძლებს იმას, რომ განვავითაროთ ჩვენი დედაქალაქი. თბილისელებს უნდა მერჩიონ, რომ თბილისელებისთვის ბევრი რამე გაკეთდება და თბილისი მაგალითია მთელი საქართველოსთვის და თუ ყველაფერი კარგად იქნება, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ყველაფერი კარგად იქნება, ეს გავრცელდება მთელ საქართველოს. ვარგეთილში მკვლელობა მოხდა. კახუკიძის ქუჩაზე გუშინ გვიანღამით 32 წლის მამაკაცმა ყოფილ ცოლს და მის ძმას ესროლა. თვითმხილველთა ინფორმაციით 27 წლის სოფო ზურებიანს ყოფილმა მეუღლემ 24 ტყვია ესროლა. მძიმედ არის დაჭრილი გარდაცვლილის ძმაც, რომელსაც ოპერაცია პირველ კლინიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. სოფო ზურებიანი 2007 წლიდან იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში მუშაობდა. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამინისტრომ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ კვლელობა დაუსჯელი არ დარჩება. 32 წლის მამაკაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი მოკლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უკვე დააკავეს. მას ბრალდება ჯანმრთელობისთვის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. სამინისტროს ცნობით დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სახალხო დამცველი უჩა ნანოაშვილი ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებზე სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში თანამშრომების მხრიდან განხორციელებულ ხელოვნურად შექმნილ დაბრკოლებებზე საუბრობს. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტები არ ღვევს საქართველოს კანონმდებლობას. ნანოაშვილი უწყებას მოუწოდებს ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება და პასუხისმგებელი პირების მიმართ შესაბამისი ზომები გაატაროს. ერთ-ერთ შემთხვევაში მაგალითად სასჯელ აღსრულების მეშვიდე დაწესებულებაში რწმუნებულებს დაწესებულების თანამშრომელმა აგრესიული შეურაცხყოფელი ტონით მიმართა და მოუწოდა საგამოძიებო ოთახში შესულიყვნენ.
რწმუნებულები დაძაბულობის განმოხდის მიზნით შევიდნენ საგამოძიებო ოთახში და შეეცადნენ გაერკვიათ რა ხდებოდა. ზემოხსენებულმა თანამშრომელმა არ ისურვა მათთან საუბარი და კარი გარედან ჩაუკეტა გარკვეული დროის განმავლობაში. არის საჭირო ახსოვლებისა და პრობაციის სამინისტრომ უზრუნველყოს სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება და პასუხისმგებელი პირების მიმართ შესაბამისი ზომების გატარება. სასჯელ აღსრულების სამინისტრო უჩან ანუაშვილის განცხადებას ეხმაურება. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით უწყების გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო. ფაქტის გამოძიების აუცილებლობაზე საპარლამენტო უმრავლესობაშიც საუბრობენ. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კი სასჯელ აღსრულების სისტემაში სიტუაციის გაუარესებაზე საუბრობენ. ფიქრობ, რომ აუცილებელია ამ ფაქტების გარკვევა. მე მექნება საუბარი სახალხო დამცველთან და ამ ფაქტებს ჩვენს გადავამოწმებთ და სასჯელ აღსრულების სამინისტროსთან ერთად ჩვენ ვამზადებთ უახლოეს პერიოდში მოსმენას, რომელიც შეეხება ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას, რაც იკვეთება ამ დროისთვის, როგორც საყურადღებო. ძალიან ეჭვმეპარება, რომ რაიმე ქმედითი ნაბიჯები იყოს გადადგმული მიმართულებით, რაზეც საუბრობს სახალხო დამცველი. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა მივმართოთ სასჯელ აღსრულების დეპარტამენტს, იმიტომ რომ სწორედ ეს იყო ერთ-ერთი თემა, რომელზეც საზოგადოებას ჰქონდა ძალიან დიდი მოლოდინი ქართული ოცნების მიმართ, რომ სასჯელ აღსრულება იქნებოდა ერთ-ერთი საკითხი, სადაც რეალურად სიტუაცია გაუმჯობესდებოდა და ჩვენ ვხედავთ, რომ სიტუაცია კი არ გაუმჯობესდა, არამედ პირიქით უკან მიდის. ჩვენ ქვეყანაში არც ერთ მშობელს აღარ უნდა ეშინოდეს, რომ მისი შვილი განათლების გარეშე დარჩება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის ღია კარის დღეზე განაცხადა. პრემიერმა ცენტრის კონცეფცია წარადგინა და აღნიშნა, რომ სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების პროცესს ის თავად გააკონტროლებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს წარმატებულ სახელმწიფოც სწრაფად ჩამოყალიბებაში განათლება შეუწყობს ხელს. დღეს ჩვენ სრულიად ახალი რეალობის, ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. რა თქმა უნდა, მსოფლიო შეიცვალა დღეს სხვა რეალობა გვაქვს და საქართველოს სჭირდება კვალიფიციური კადრები, რომლებსაც ექნებათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნა, იქნებიან კონკურენტუნარიანი და მათ ექნებათ შესაბამისი უნარჩვევები. მე მესმის ძალიან კარგად და ჩვენ ყველას ერთად გვესმის, რომ ძალიან პერსპექტიულია სახელმწიფო, რომელსაც განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდობა ხავს. ეს არის ქვაკუთხედი, ეს არის ის საფუძველი, რომელსაც უნდა დაემყაროს ძლიერი სახელმწიფოს აშენების იდეა. განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის თქმით, ცენტრის მიერ დაფინანსებული სტუდენტები ვალდებულნი იქნებიან 3 წლით საქართველოში დაბრუნდნენ და სახელმწიფო სამსახურში დასაქმდნენ. განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნას დროულად მიიჩნევს მაია ფანჯიკიძე. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მზად არის დაასაქმოს ის სტუდენტები, რომლებიც ცენტრის მეშვეობით საზღვარგარეთ მიიღებენ განათლებას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა ხარჯებთან არის საზღვარგარეთ სწავლა დაკავშირებული, შეიძლება ძალიან ბევრი ჯერ სტუდენტს ამისი საშუალება უბრალოდ ფიზიკურად არ ჰქონდეს. ამიტომ სახელმწიფომ შექმნა ეს ბაზა, სახელმწიფომ შექმნა ეს პროგრამა, სადაც სტუდენტები, ვინც არიან ნიჭიერები და ვინც უნდა დაისწავლონ საზღვარგარეთ და შემდეგ დაბრუნდნენ ქვეყანაში და იმუშაონ საქართველოში, ხელი შეუწყო სახელმწიფომ ასეთ სტუდენტებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან არის დაინტერესებული მაღალკვალიფიციურ კადრებში. ჩვენ გვაქვს ჩვენი სასწავლო ცენტრი, რომელშიც გადამზადება ხდება თანამშრომლების, მაგრამ ახალგაზრდები, რომლებიც მოვლენ უფრო მაღალი კვალიფიკაციით, არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ მე მივესალმები ამ ცენტრის გახსნას და მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ ცენტრის საშუალებით განათლებული ახალგაზრდები შემდეგ სხვადასხვა სახით მივიღოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში. განათლების საერთაშორისო ცენტრის მეშვეობით სახელმწიფო საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველებს დააფინანსებს. სტუდენტების შერჩევა კონკურსის და გასაუბრების წესით მოხდება. ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ჭელიძის თქმით, დაფინანსების მისაღებად კონკურსში მონაწილეობა მაღალი აკადემიური მოსწრების ყველა სტუდენტს შეუძლია. მოთხოვნა არის მინიმალურიც, როგორიც არის თქვათ ნიშნები, GPA რასაც ქვია, ანუ აკადემიური მოსწრება, გარდა ამისა, უნდა იყოს უნივერსიტეტი, რომელიც არის აღიარებული, სპეციალობა, რომელიც არის შესაბამისი ჩამონათვალის მიხედვით, ანუ პრიორიტეტული ჩამონათვალის მიხედვით და ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა მიექცევა სამოტივაციო წერილს.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა დაფინანსების მიღების მსურველთა განცხადებების მიღება 7 მაისს გამოაცხადა. კონკურსი ერთი თვე გასტანს, რის შემდეგაც შერჩეული სტუდენტები გასაუბრებას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ კომისიასთან გაივლიან. წელს სტუდენტების სწავლის საზღვარგარეთ დასაფინანსებლად 2 მილიონი ლარია გამოყოფილი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოში საყდრისთან დაკავშირებით უცხოელი ექსპერტების შუალედური დასკვნა წარმოადგინეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომპანია RMG Gold-მა ოქროს მოპოვება უნდა გააგრძელოს, თუმცა ეს სპეციალისტების დაკვირვების პარალელურად უნდა მოხდეს. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში თუ მუშაობის დროს სხვადასხვა კულტურულ შრეს აღმოაჩენენ, კომპანიამ მუშაობა დროებით უნდა შეაჩეროს. ექსპერტებმა დოკუმენტი საქართველოში 10 დღიანი მუშაობის შემდეგ მოამზადეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კოორდინაციით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის უშუალო მონაწილეობით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით და კომპანია RMG Gold-ის ხელშეწყობით განხორციელდება ყველა ის აუცილებელი სამეცნიერო ქმედება, რომელიც ხელს შეუწყობს საყდრისის საკითხის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდით გადაწყვეტას. კომპანია RMG Gold-ი საყდრისის ტერიტორიაზე ოქროს მოიპოვებს. არქეოლოგები კი ამბობენ, რომ საყდრისი შესაძლოა 5400 წლოვანი ოქროს მომპოვებელი უძველესი მაღარო იყოს. მისი შესწავლა 2004 წლიდან მიმდინარეობს. რამდენიმე თვის წინ საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი ინიციატივაც შეიქმნა. მოძრაობის წევრები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესანარჩუნებლად RMG Gold-ისგან სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ. რუსეთი უკრაინის ნატოში გაწევრიანების კატეგორიული წინააღმდეგია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბლუმბერგისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. სერგეი ლავროვის აღიარებით, დღევანდელი კრიზისის მიზეზი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაა, როდესაც ალიანსი საქართველოსა და უკრაინას ნატოში გაწევრიანებას დაპირდა, რაც რუსეთისთვის მიუღებელია. ეს არის არა მხოლოდ უკრაინისა და ნატოს საკითხი, ეს რუსეთსაც ეხება, რადგან ალიანსთან შეთანხმება ჰქონდა, რომ ის არ გაფართოვდებოდა. შემდეგ ვალდებულებების მიუხედავად მისი გაფართოება მოხდა და საუბარი იყო, რომ ახალი წევრების ტერიტორიაზე არ იქნებოდა მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები და სამხედრო ინფრასტრუქტურა. ყველა ეს ვალდებულება ასე თუ ისე დარღვეულია. უკრაინის ნატოში გაწევრიანების მცდელობები ძალიან ნეგატიურად აისახება ევროპის უსაფრთხოების მთელ სისტემაზე და ჩვენ ამის კატეგორიულად წინააღმდეგ გამოვდივართ. პრაქტიკულად დღევანდელ კრიზისს საფუძველი 2008 წელს ჩაეყარა, როდესაც ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრებმა განაცხადეს, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან. რამდენიმე თვეში მიხეილ სააკაშვილმა ჩათვალა, რომ საკუთარ ხალხზე თავდასხმის ლიცენზია მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლავროვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ რუსეთს ნატოს გაფართოებაზე ვეტოს უფლება არ გააჩნია. რუსეთს არანაირი ვეტო არ აქვს ნატოს გადაწყვეტილებებზე, ამ საქართველოს ნატოს ურთიერთობები ეს არის ნატოს წევრების და საქართველოს გადასაწყვეტი. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს და ამაში არა მარტო ჩვენ ვარ დარწმუნებული, არამედ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და ნატოელი პარტნიორები დარწმუნებული არიან, რომ ქვეყანამ გაიარა ძალიან სერიოზული პროგრესი ამ მიმართულებით, როგორც გლობალური უსაფრთხოების სისტემაში საკუთარი კონტრიბუციის შეტანის თვალსაზრისით, ისე დემოკრატიული რეფორმების კუთხით და ასე რომ ეს პროგრესი აუცილებლად უნდა იყოს ასახული. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება. განცხადებით საგარეო უწყება გმობს უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში გამართულ ეგრეთ წოდებულ რეფერენდუმს და არ ცნობს მის შედეგებს. ამასთან სამინისტრო კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მხარს უჭერს საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინაში არსებული მდგომარეობის დარეგულირების გზების მოძიებას. უკრაინელი ძალოვნები ტერორისტებისა და დივერსანტების წინააღმდეგ სპეცოპერაციას განაგრძობენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დონეცკის ოლქში ქალაქ კრამატორსკიდან 30 კილომეტრში სამხედროებმა ტერორისტების ჯგუფი ალყაში მოაქციეს და გაანადგურეს. უკრაინელ ძალოვნებს შორის რამდენიმე მებრძოლი დაიჭრა. დაკავებულია 3 ტერორისტი. სპეცოპერაცია შეტაკებას მოყვა, რომლის დროსაც ტერორისტთა თავდასხმის შედეგად რამდენიმე უკრაინელი მედესანტე დაიღუპა. წარმატებული სპეცოპერაციის შესახებ რადას სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს.
წუხელ ღამით კრამატორსკის მახლობლად ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში მთლიანად განადგურდა ტერორისტთა შენიღბული სამხედრო ბაზა. ასევე წუხელ ღამით განხორციელდა შეტევა ტერორისტების გამაგრებულ რაიონზე სლავიანსკში. მთლიანად გაწმენდილია 5 კილომეტრიანი ზონა ტელეანძის გარშემო. თურქეთში მაღაროში დაღუპულთა რიცხვი 282 ადამიანამდე გაიზარდა. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, მაღაროში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 60 ადამიანი შეადგინა. კიდევ 100 ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. წინასწარი ვერსიით, ტრაგედია მოკლე ჩართვამ გამოიწვია. მაღაროს აფეთქებამ მთელ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. დღეს იზმირში ანტისამთავრობო აქციაზე 20,000-მდე ადამიანი გამოვიდა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრანტები კატასტროფაზე პასუხისგებლობას, ხელისუფლებას აკისრებენ და შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. პროფკავშირებმა ეროვნული ერთდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს. ქალაქ სომაში, სადაც ტრაგედია მოხდა, თურქეთის პრემიერი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ჩავიდა. მან პირობა დადო, რომ ტრაგედიის ყველა დეტალს გამოიძიებენ. ერდოღანის ქუჩაში გამოჩენას ხალხის პროტესტი და ხმაური მოყვა. შეკრებილები პრემიერს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ.